პოლიტიკა ნო. იცოდით, რომ საქართველოში სიღარიბე სამჯერ შემცირდა ბოლო წლებში? დღეს კობახიძემ ეს გვითხრა, მოდით ახლა ხალხს ვკითხოთ, ხალხი რას ფიქრობს ამაზე. მოიყვანეთ და იქ ვანახებთ სიღარიბეს ხალხი როგორ ცხოვრობს. ბოლო წლებში სამჯერ ბოლო შემცირდა. წლებში ვანახოთ, რამდენი ადამიანი დგას ნაგვის ყუთთან, რამდენი მოხუცია უპატრონოთ, რამდენი ბავშვია უპატრონოთ, გამოვიდეს და ნახოს. დანგრეული ქუჩები, დანგრეული ყველაფერი აბსოლუტურად უკან არის წასული. საქართველოში სამჯერ შემცირდა სიღარიბეო ბოლო წლებში და თქვენ რას ფიქრობთ? ძალიან სისულელია. შეიძლება შემცირდა რაღაც თავიანთი ტიპების, ან თავიანთი დასაქმებული ხალხის ხელფასების გაზრდით რაღაც პროცენტებით შეამცირეს. მერე ხმებს ჩაიდებენ ჯიბეში. ხალხი გადის, ეგრეთ შეიძლება შეამცირეს კიდევ. 3 მილიონიდან დაახლოებით 9 მილიონი რო გაყარო, გაიზრდება დასაქმებულების რაოდენობა, აბა რა იქნება. მაგათ გონიათ, რომ ეგ არის ადამიანების დასაქმების საშუალება. ქვეყნიდან გაქცია. ხო, ქვეყნიდან რო გააქცია. ნამდვილად არ შემცირებულა, არ მომისმენია, მაგრამ სიღარიბე ნამდვილად არ შემცირებულა. პირიქით. მგონი არა. მოიბატა. მე როგორც ვიყავი ისე ვარ და სხვა არ ვიცი. არც მომმატებია რამე და არც მომკლებია. საერთოდ ეს თემა სპეკულაციურია. იმისთვის, ვისაც ეს არ აინტერესებს და ამბობს, მე ეგეთ რაღაცეები. ასე მე ვერ შევაფასებ სულ რა ჩემი სფერო, მაგრამ ზოგადად თუ საერთოდ ვინმე მithumetes ასე თქვა პოპულარული პიროვნება და ადმინისტრაციული, მე ვფიქრობ, უფრო სერიოზული უნდა იყოს. ვერაფერში ვეგზავსავ.